გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და დღეს მინდა ვისაუბრო გიორგი თარგამაძის გადაცემასთან დაკავშირებით. ყველამ ვიცით ხო გადაცემა დროება და ამ გადაცემაში მიწვეული ყავდა ამ გადაცემისვე პროდიუსერი ვინმე მათე კირვალიძე და აი ეს ორი ყვერი თარგამაძე და კირვალიძე ზიან ამ გადაცემაში და საზოგადოებას უმტკიცებენ რომ თურმე ერთადერთი ომის პარტია სამყაროში ყოფილა ქართული ოცნება, რომელიც ომობს ქართველი ხალხის და საქართველოს წინააღმდეგ. და ამას რაღაც სერიოზული სახით ზიან და საუბრობენ. აქ რო არ შევიგინო ისე არ გამოვა, ისე თქვენი დედა მოტყა თარგამაძე და კირვალიძე რამდენი ქართული ოცნება ომის პარტია არ იყოს. და ეხლა გეტყვით მე ვინ არის ამ ქვეყანაში ომის პარტია. ერთადერთი ომის პარტია გახლავთ ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც კი თავისი მოღვაწეობით დაამტკიცა საქართველოშიც და უკრაინაშიც, რომ არის ომის და დედამოწყნულების პარტია. სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაციონალური მოძრაობა ეომებოდა ქართველებს და ქართველებთან ომი გამოიხატებოდა იმაში, რომ ადამიანებს ქუჩა-ქუჩა ხოცავდნენ, ციხეებში კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ. ყველა საძინებელში თვალი ჰქონდათ დატოვებული და ყველას პოზაზე პირად იცოდნენ და ზოგი წაიყვანეს და ზღვაში ჩაძირეს და თევზებს აჭამეს, ზოგი ცემაში მოკლეს, ზოგი მოკლედ აღარ მინდა ჩამოყო ეხლა და ბევრი გავაგრძელო, ყველამ ძალიან კარგად ვიცით ნაციონალური მოძრაობა როგორც გვეომებოდა ქართველებს და ამ ომის კიდევ ორი მაგალითი გახლავთ 7 ნოემბერი და 26 მაისი და არავინ არ გაბედოთ რომ შეადაროთ ქოცების მიერ დარბევებს არც ერთი და არც მეორე არც 7 ნოემბერი და არც 26 მაისი. ხოლო მას შემდეგ რაც აი ამ ქართველებს გვეომა და ხოცა და ჩაგრა და გვაწამა და გვატირა მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ რუსული საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში და დღეს რუსები იმაზე უფრო დიდ ტერიტორიას აკონტროლებენ საქართველოში, ვიდრე 2008 წლამდე აკონტროლებდნენ. მიშას ირაბრალია, ეხლა ვიღაცები იტყვიან რა, რუსები არ შემოვიდნენ, მიშას რა უნდა ეკნა? ვაი თქვენ პატრონს, ვაი თქვენ შტერებო. ეს ის კატეგორია ადამიანების, რომლებიც დღესაც ზელენსკიზე იძახიან, რომ ზელენსკი მაგარი კაცია, ძმაო, ზელენსკი გმირია, აი ნახე თუ დედას არ მოუტყრავენ რუსებს. ვაი თქვენ პატრონს, სულელები ხართ, იდიოტები ხართ, სხვა არაფერი არ შემიძლია თქვა. მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაფერი გააკეთა საქართველოში ხელისუფლებაში ყოფნის დროს იმისათვის, რომ რუსებს მოეხდინათ საქართველოს კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების ოკუპაცია და აი ამ ყველაფრის გაკეთება დაიწყო იმით, რომ პირველ რიგში დოკუმენტაცია მოაწესრიგა, კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი, ხოლო სანამ კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთს დაარქმევდა, კოდორის ხეობიდან გაყარა კოდორის ხეობის მცველები, რომლებიც 10 წლეულზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში კოდორის ხეობას კბილებით იცავდნენ და არც ერთხელ არ მისცეს არც რუსებს, არც აფხაზებს და არც არავის იმის საშუალება, რომ კოდორის ხეობა ჩაიგდოთ ხელში. აი ეს ხალხი ემზარ კვიციანი და კვიციანის რაზმი მონადირე სააკაშვილმა გაყარა კოდორის ხეობიდან მოღალატეები, რუსები და რაღაც ყლეობები ეძახა, როგორც ჩვევიათ დღემდე. ამის შემდეგ კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი დოკუმენტებით ესეთ ბრძანებები გამოსცა, რითაც პირდაპირ მისცა საფუძველი რუსებს იმისა, რომ თუ კი ზემო აფხაზეთია და თუ კი აფხაზეთია, იყოს აფხაზეთი და ერთი ტყუის გასროლის გარეშე აჩუქა ამ პროჭმა კოდორის ხეობა, იმენა აჩუქა რუსებს, ჯერ საბუთებით მოუწესრიგა და მე ესე ლანგარზე ახანს, მაო თქვენი იყოს. იგივე ქნა აქ ქართლში ამ პროჭმა ახალგორის ხეობა, რა ვიცი, შეიყვანა იქ რაღაცა ცხინვალის შემადგენლობაში რაღაცები მოაერთა, გააფორმა და იგივე მოხდა მერე აქაც, ხო, თუ კი ახალგორი რაღაცა ცხინვალიაო და ცხინვალის რაღაცა რეგიონში შეგისოდა
საზღვრებშიო ეგრე იყოსო და სწორედ იმიტომ არის რომ დღეს ახალგორს ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებთ და არა მხოლოდ კოდორს და ახალგორს, არამედ უამრავ სოფელს და ტერიტორიას. ასე რომ კი ეს გახლავთ ომის პარტიობა. მას შემდეგ რაც სააკაშვილმა საქართველოში მიღებული დავალება აი ამ ომების და რაღაცები, ყლეობების კეთების 5-იანზე რო შეასრულა, ამის შემდეგ ადგენენ და გადაისროლეს მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა უკრაინაში და უკრაინელებს ეუბნებოდნენ რომ ეხლაო მიშა და ნაცებიო უკრაინაში ისეთ რეფორმებს გაატარებენო რომ აი თქვენ ნახავთო რა მაგარი ქვეყანა იქნება უკრაინაო და ფეხზე დააყენებენ, გააძლიერებენ და გააბრწყინებენო და როგორც გააბრწყინდა და გააძლიერეს და ფეხზე დააყენეს, ყველა კარგად ხედავთ, ხო? სადაც არის ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი, იქ ყველგან არის ქაოსი, არეულობა, დაპირისპირება, სისხლი, ცრემლი და ადამიანური ტრაგედიები. იგივე მოხდა უკრაინაში. ჩავიდნენ თუ არა ეს ბოზიშვილები, სააკაშვილები და ეს რაღაცა დეკანოიძეები და ეს ვითომ რეფორმატორები, ადეიშვილები და რაღაც ყლიშვილები, სადაც ესენი გაეკარნენ, იქ ყველგან ატყდა რაღაცა უბედურებები. ყველგან წავიდა ერთმანეთის ჭამა, ქაოსი, ყვირილები, წივილები, დაპირისპირებები, რაღაცეები, აი როგორ რა ბუნებაც აქვთ ნაცებს, აი ბუნებით ჩავიდნენ უკრაინაში და ეგ დავალება ჰქონდათ, რომ იქ უნდა ქაოსი, არეულობა, დედის წყნა უნდა შეეტანათ, რომ მოემწიფებინათ სიტუაცია ბოლო ჯამში იმის საიმისოდ, რომ უკრაინაში მომხდარიყო ის, რაც ხდება დღეს. ეს გახლავთ ომის პარტია და მეტი არაფერი. და ეხლა მე რასაც ვაპარაკობ, ეს ჩემი მოგონილი და რაღაც ჩემი ფანტაზიორობის შედეგი არ არის. ამისი ფაქტებია, უამრავი ფაქტია ამისი და მე ეხლა რასაც ვაპარაკობ ნაცებზე, ყველაფერს სიმართლეს ვიცახი და არაფერს არც ვიგონებ და არც ვაჭარბებ. ასე რომ ნაციონალური მოძრაობის დედას შევეცი მე კიდევ ერთხელ და კიდევ გავამეორებ. ერთადერთი ომის, მგრელის, ცრემლის, სისხლის, ტრაგედიების და უბედურების პარტია ამ ქვეყანაში გახლავთ ნაციონალური მოძრაობა და აი ამ ნაციონალური მოძრაობის შმირებით თარგამაძე და ვიღაცა პირველი ზიან და თურმე ხოცები ყოფილა ომის პარტია და ნაცები ყოფილა მშვიდობა, გაბრწყინება, გაძლიერება, გაერთიანება და წინსვლა და აღმასვლა. არ ვიცი, ისევ თქვენი დედავატირე მე კიდევ ერთხელ და თარგამაძე და კირვალიძე რამდენი თქვენ სიმართლეს არ ვაპარაკობთ. გამგები ძალიან კარგად გაიგებს მე რასაც ვაპარაკობ ეხლა და ამით დღეს დავამთავრებ ამ თემაზე საუბარს. ყველაფერს კარგს გისურვებთ ჩემს მსმენელს და მაყურებელს და ვინც ამ ვიდეოს ნახავთ ყველას, გარდა ნაცებისა, დაჟე აი ერთ კატეგორია ნაცებსაც ყველაფერს კარგს გისურვებდით და ეს ის კატეგორია ნაცებია, რომლებსაც არ ახსოვთ რა ნაცების ბოზობები და ვისაც არ სჯერა რომ ნაცები არ ხოცავდნენ კაცო ქუჩაში ხალხს, რა სისულელია, ნაცები ციხეში არ აწამებდნენ და აი ესეთი წარმოდგენები რო აქვთ რა, ეს ყველაფერი რო რაღაცა ზღაპარი გონიათ, მიამიტი ადამიანები რო არიან და ნაცები რო გულწრფელად რაღაცა კაი ტიპები გონიათ, ესენი მეცოდებიან და ამათ უსურვებდი პირველ რიგში გამოფხიზლებას და მერე ყველაფერი კარგს, გულწრფელად. მაგრამ აი ვინც სუფთა სისხლის ნაცები რო ხართ რა და მიშა მაგარია რა რო იძახით რა, უერთი ნაცები მოbrunდებოდნენ და მერე ნახეთ თქვენი დედის ტყნა და რაღაცებს რო წერთ იქიდან და კიდე უფრო მეტი უნდა მოეკლათ, აბა რა უნდა ეკნათ, აბა კრიმინალები არ უნდა ეხოთ საათ, აბა ციხეში თუ კაც დედა არ მოუტყანი და წამებაში არ დაინვალდე, ისე რა ციხეში რა, აბა როგორ გინდა რომ წესრიგი გქონდეს და აი ამ რაღაცებს ვინც ლაპარაკობთ, თქვენ კარგს გისურვებთ კი არა, თქვენი დედას შევეცი მე აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამ დედს ყოველთვის. ხოლო დანარჩენს, როგორც აღვნიშნე, ვინც აი ესეთი დედამოტყნული ნაცები ვინც არ არიან, ყველას გულით
გისურვებთ ყველაფერს კარგს და საუკეთესოს.